რას ფიქრობთ რეინკარნაციაზე? რეინკარნაცია არის აღმოსავლური მოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თავიდან დაბადება, რომელიც უცნაური რა არის, იცით, აი მე ხლა ჯერ ერთი რომ ქრისტიანობას სადაც ღმერთი არ არის ცოცხალი, იქ რეინკარნაცია საჭიროა. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ ახლა მე 44 წლისა ვარ და ჯერჯერობით არაფერი არ გამოსვლია რა. ვერ გავაკეთე რაც უნდა გავაკეთო ქრისტიანული თვალსაზრისით. მოგახვდები ცოტა უფრო ბებერი, რა ვიცი, თუ ესე გავაგრძელე, კიდევ არაფერს ვერ გავაკეთებ და მე ვთქვი, მოდი რა კიდე ერთხელ დავიბადები, ეგება მე მოვახერხო. კიდევ ვერ გავაკეთე და მოდი რა კიდე ერთხელ დავიბადები რა. და კიდე ერთხელ. და ოროსანი მოწაფესავე, კიდე რა მასწავლებელო, კიდე ერთხელ. საშემოდგომო ჭირდება ბავშვს, რომელიც ხო გესმით, ვერ სწავლობს და ვისაც არ აყავს, თქვათ, დამხმარე პროტექტორი, რომელიც მას, ესე იგი, დაეხმარება. რადგან თუ არ არის ცოცხალი ღმერთის იდეა ისეთი, როგორც ქრისტიანობაში, რაღაცა ინდუიზმში რაღაც არის, ხო, გასაგებია, მაგრამ ისეთი. არ არის, ხო? და ადამიანი აბსოლუტურად უნიკალური არსება ყველაფრით, რაც შორის ხორციელი ბუნებით, მაშინ თავისთავად ცხადია, რეინკარნაცია ლოგიკურია. და ლოგიკური რა კუთხით? არა იმ კუთხით, რომ აი, ეხლა მე, ესე იგი, კიდე დავიბადები რა კარგი. არ გამომივიდა და ამიტომ ვიბადები. ანუ რეინკარნაცია სუდ კონტექსტში არსებობს. რეინკარნაციის თეორია სადაც დაიბადა და დაიბადა ლოგიკურად. იმიტომ რომ არ გამოუვიდა კიდევ. აი თუ გამოუვიდა, აი მოდი გამოუვიდა ადამიანს. კარგად იცხოვრა, გამოუვიდა, აღარ დაიბადება. ესმით, ადამიანებს უხარიათ ხოლმე რა კარგია მეორედ იბადება. კარგად მეორედ იმიტომ იბადება და მე-1000-ად რომ არ გამოუვიდა და მოდის ყოლავ აქ. და ქრისტიანობაში ხოლმე ევროპაში ძალიან დადებითი კონტექსტისა, რა კარგია იბადები. ანუ იქ არის უარყოფითი კონტექსტი და დადებითი კონტექსტით შემოსული. იმიტომ რომ ჩვენთვის არაბუნებრივია. სადაც ქრისტია რა საჭიროა რეინკარნაცია. რატომ? და მაგალითი მოყვავს ესეთი. მაგალითად ღმერთი მე მაცხოვრებს არა ჩემი აღსრულებული საქმეების გამო. ღმერთი მაცხოვრებს არა ჩემი კაიკაცობის გამო. არამედ ჩემი სწორე მისწრაფებებისა და სწორე სულიერი ხედვის გამო და აი უბრალოდ მოკლედ ჩემში არსებული იმპოტენციის გამო, რომელიც რეალიზება ანუ წმინდანი ვერ გავხდი. მაგრამ მე მინდა ღმერთო შენთან ყოფნა. აი ავაზაკი არის კლასიკური. ახლა ავაზაკი რო ყოფილიყო აღმოსავლურ რელიგიაში, იმას მეორე კრუგზე გაუშვებდნენ შეიძლება ასე ითქვას და მთელი ცხოვრება ავაზაკობდა და ბოლოს ერთი წამოიკნავლა ღმერთო მაპატიეო თუ რაღაცა და ამის გამო ეგრევე გარანტირებულად მეოდი შეიძლება ღორში მოსულიყო ან კურდღელში რაღაცას ან გელში, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი დახოცა. მაგრამ არა, ქრისტიანობაში ესე არ არის. მართალია ის გასაშვები იყო მეორე კრუგზე მგლად, როგორც ცხოვრობდა, მაგრამ არა. უფალმა დაინახა ის ძვირფასი, რაც ამ ადამიანშია და ჩაიხუტა და ჩემთან იქნებიო სამოთხეში. გესმით, ქრისტიანობაში რეინკარნაციის მოთხოვნილება არ არსებობს, არ არის საჭირო. ეს არის, აი როგორ არის, იცი, აი მანქანა, როგორ მეხუთე ბორბალი რო აქვს ადამიანს, რა საპასკასო ეძახიან, ხო, სათადარიგო და მანქანა იყიდა არც ის რა არის ეს. 1 2 3 4 მოხიგერა მეხუთე და მეხუთე საბარგულში და ხა ფიქრობ რა უყო და რომ უნდა მიაყენოს მეხუთე რა და უჭირს და მე მეხუთე ბორბალს სადღაც რომ მიამაგრებს. ხო არ ჭირდება მეხუთე ბორბალი. ხო სასაცილოა მანქანას მეხუთე ბორბალი გაუკეთო, არ ჭირდება. რეინკარნაცია ქრისტიანობას არ ჭირდება. ამიტომ როდესაც ადამიანები ეკლესიის წიაღში ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში რეინკარნაციაზე ლაპარაკობენ, მათი პრობლემა არის ის, რომ მათ ქრისტიანობა არ ესმით. და ფიქრობენ, რომ ქრისტიანობას რაღაცა აკლია. რა აკლია? ცოცხალი ღმერთია, შენთან მოსული, რაღა გინდა შედალოცული.